სისტემა მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიტიკურად აღქმული 11 პირის საქმის განხილვა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რეზო კიკნაძე და სხვები განსასჯელი სკამზე იმიტომ მოხვდნენ, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. საქმე შეკერილია, არ არსებობს მტკიცებულებები, ამბობენ ადვოკატები. ვერვიგებ რას მედავებით რა დააშავა ანდრო ჭიჭინაძემ ჯგუფურობას ნაცნობობა როგორ არ სჭირდება როგორ შეიძლება გვერქვას ჯგუფი და არ ყვავდეს საერთო ნაცნობებიც კი ასეთი კითხვები დაუსვა დღეს სასამართლოს მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ საქმის მოსამართლე გუშინ შეიცვალა ადვოკატებს ჰქონდათ სხვა კითხვაც 250 გვერდიანი 13 ტომის წაკითხვა როგორ მოასწრო ახალმა მოსამართლემ რამდენიმე საათში დღეს ითხოვდნენ მის აცილებასაც ადვოკატები ითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას კეთი ნადიბაიძე გვეტყვის უფრო მეც ამ თემაზე კეთი ხომ არ არის უკვე ცნობილი რა გადაწყვეტა მოსამართლემ. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ჯერაც მსჯელობენ 11-ვე ბრალდებულის ადვოკატი აპირებს, რომ პასუხი გასცეს პროკურატურას მის მოთხოვნასთან დაკავშირებით, პროკურორებმა მოითხოვეს პატიმრობაში დატოვება 11-ვე ბრალდებულის, ისინი ასახელებენ მიმავლის რისკს და ასევე დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს. ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურის ეს მოთხოვნა და არგუმენტები არის უბრალოდ ფორმალური და დაუსაბუთებელი. ცოტა ხნის წინ მაგალითად პროკურატურას უპასუხა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თავად ანდრო ჭიჭინაძემაც უპასუხა პროკურატურას, დაცვის მხარე ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძის შემთხვევაში მაგალითად ამბობს, რომ არც ერთი მოწმე, რომლის ჩვენებები საქმეში არის წარმოდგენილი და რომლებიც დაზარალებულად მიიჩნევენ თავს, საუბარია პოლიციელებზე, არც ერთი მათგანი ხელს არ ადებს ანდრო ჭიჭინაძეს. ისინი საუბრობენ ზოგადი ფაქტებთან დაკავშირებით და მათი ჩვენებები არის ფორმალური და ზოგადი, რომ აქტივისტების მხრიდან გარკვეული სახის ნივთები იქნა ნასროლი მათი მისამართით, რის შედეგადაც მიიღეს დაზიანებები, თუმცა არც ერთი ჩვენებაში არ აკონკრეტებს დამნაშავე ანდრო ჭიჭინაძეს. ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, რის საფუძველზეც როგორც ადვოკატმა გააკრიტიკა პროკურატურა და მისი მოთხოვნა, ასევე თავად ბრალდებულმა ანდრო ჭიჭინაძემაც და რამდენიმე კითხვა დაუსვა მათ შორის ერთ-ერთი იმის შესახებ, რატომ ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, როდესაც განსასჯელის სკამზე მჯდომი 10 სხვა ბრალდებული მან გაიცნო სხდომათა დარბაზში, სხდომებზე და მანამდე არც ერთ მათგანს არ იცნობდა. მოცემულ შემთხვევაში გარემოებები, რაც ასაბუთებს ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების და მიმავლის საფრთხეს, საერთოა ყველა ბრალდებულთან მიმართებით. გამოყენებული აღკვეთ ღონისძიება საფუძვლად უდევს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კვლავ არსებობდა და კვლავ არსებობს ბრალდებულები მიიმალებიან და არ გამოცხადებიან სასამართლოში. 11-ვე ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომლის დადასტურების შემთხვევაში საშელის სახით უალტერნატივოდ გათვალისწინებული არის საპატიმრო საშელის დანიშნვა. თავისუფლების აღკვეთა 4-დან 6 წლამდე ვადით. შესაბამისად, თუ არ იქნება გამოყენებული შემაკავებელი ხასიათის ღონისძიება, კერძოდ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მოსალონელის საშელის თავიდან არიდების მიზნით ბრალდებულები მიემალებიან და არ გამოცხადებიან სასამართლოში. 37 ადამიანი 35 თუ არ მეშლება უკვე გამოკითხული არის და არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ მე ანდრო ჭიჭინაძე დავინახე კონკრეტულად ამ ადგილას იყო. მეცაც გეტყვით, ეს ადამიანები არ ამბობენ იმასაც, რომ რაღაცა უკანონო მოქმედება ჩაიდინა და მინიმუმ საფრთხე შემიქნა ამით. ანუ ამასაც კი ვერ ამბობენ. გამოკითხვის ოქრებში ეს ადამიანები წერენ ასეთ რამეს, რომ მე დაზიანება მომადგა, რაღაც კონკრეტულ ნივთებს ასახელებენ განსხვავებულს, მე არ დამინახავს ადამიანი, რომელმაც ეს მისროლა, მაგრამ ვიცი, რომ იყო აქტივისტი. ანუ ეს არის წარმოუდგენელი რამ და ამაზე დაყრდნობით პროკურატურა ითხოვს, რომ აკვეთი ღონისძიების სახით ეს პატიმრობა დარჩეს ძალაში. ჩვენი ბრალდება გავს ეჟენ იუნესკო არის ეგეთი მწერალი, რომელიც ასევე აბსურდის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი არის და მისი პერსონაჟები ლაპარაკობენ ერთი შეხედვით გაუგებარ ენაზე. მე უბრალოდ ვერ ვიგებ თქვენ რაზე ვდაობთ ეხლა, ანუ აი თქვენი ბრალდების მიხედვით რას მედავებით ამ შემთხვევაში, იმაზე რა ქვია, ჯგუფურობაზე მე რა ვილაპარაკებ. ანუ აი კონკრეტულად რას მედავებით, ანუ აი ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშავა, ეგ არის გაუგებარი, ეს ერთი. ეხლა მეორე.
ჯგუფურობას არ ჭირდებაო ნაცნობობაო და ერთმანეთის ცნობაო. ესეც არ ვიცი რაღაც ახალი გამოგონება თუ არის არ ვიცი. როგორ შეიძლება რომ ჩვენ გვერქვას ჯგუფი და საერთო ნაცნობებიც არ გვყავდეს ერთმანეთთან და სასამართლოებზე ნახევარი ადამიანები ამ ადამიანების გადასარევი ადამიანების გავიცან პირველ სასამართლოზე, ნახევარი მეორე სასამართლოზე. და რაღაცა ჯგუფში ვართ მოაზრებულები, სადაც რა თქმა უნდა ბრჭყალებში რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, ისე რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, პლუს სხვადასხვა დღეს გვედავებით, იმიტომ რომ მაგალითად ჩემ შემთხვევაში თუ 29-ზე არის ლაპარაკი, თუ არ ვხდები გურის შემთხვევაში არის პირველ რიცხვს ლაპარაკი. როგორ შეიძლება რომ ეს ჯგუფურად აღვიქვათ? და კიდე ერთ რამეს დავამატებ, მინდა ორი სიტყვა თქვა ასევე ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახით გამოვლენილ რაღაცა დაშინების და შეშინების მცდელობაზე, რაც საქართველოში ხდება და მინდა ვთქვა, რომ ვერავის ვერ შეაშინებთ და თუ ვინმე ეშინია, ეს შიშიც ძალიან ადამიანური რამე არის და იმითი ვართ ჩვენ თავისუფლები, რომ აი ამ შიშებს და ასევე ადამიანური არის. ყველა ჩვენი სისუსტეები გვაქვს, ამ შიშებს და სისუსტეებს გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმევა. სხდომა გრძელდება და ანდრო ჭიჭინაძის გარდა სხვა ბრალდებულებიც ისარგებლებენ სიტყვის უფლებით და სხდომათა დარბაზში დღეს მათ პოზიციებსაც მოვისმენთ, როგორც გითხარით ამ წუთებში მიმდინარეობს მსჯელობა აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. პროკურატურა მოითხოვს პატიმრობაში დატოვებას, დაცვის მხარე კი ერთი მხრივ მოითხოვს იმას, რომ საერთოდ აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებული იყვნენ დღეს ბრალდებულების სხდომათა დარბაზიდან და თუკი სასამართლო ჩათვლის საჭიროდ დაცვის მხარე თანახმა გირაოზეც სანამ ამ საკითხზე დაიწყებოდა მსჯელობა დღის პირველ ნახევარში სხდომაზე ადვოკატების მხრიდან დადგა ორი აცილების შუამდგომლობა, ერთი მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის შემთხვევაში, რომელმაც გუშინ ჩაიბარა დღის ბოლოს ეს საქმე და მას ფაქტობრივად ერთი ღამე ჰქონდა იმისთვის, რომ 11 ბრალდებულის 13 ტომიან საქმეს გაცნობოდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ მან მოასწრო საქმის გაცნობა და ამიტომ კვალიფიციური და ობიექტური იქნება ამ საქმესთან მიმართებაში და ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს საქმის პროკურორის აცილებაც, რომელიც ბალტიის ქვეყნებმა დაასანქცირეს, თუმცა ამ შემთხვევაში მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ერთგვარი პოლიტიკური განაცხადიც კი გააკეთა მოსამართლემ, რომ მისთვის ბუნდოვანია რის საფუძველზე დაასანქცირეს ამ ქვეყნებმა ქართველი საჯარო მოხელეები და ეს შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული. კვლავ შვანგირაძე უძღვება ამ საქმეს და პროკურორები სხდომათა დარბაზში არიან. დღეს მაგალითად მოსამართლე უნდა ყოფილიყო ქალბატონი ნინო თარაშვილი, რომლის კოლეგიასთანაც მე მქონდა კომუნიკაცია რიგ საკითხებთან და დაზუსტებით ვიცი, რომ გუშინაც კონკრეტულ დრომდე და ეს კონკრეტული დრო იყო დაახლოებით 16:00 საათამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დრომდე თქვენ ამ საქმის მოსამართლე არ იყავთ. საქმეში წარმოდგენილი არის 13 ტომი, აურაცხადი ვიდეო მასალა, ბატონო მოსამართლე, რომელსაც ვერ მეტყვით, რომ აჩქარებულად გაქვთ ნანახი. ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომ რამოდენიმე წუთის წინ თქვენვე დაადასტურეთ, რომ გუშინ გადმოგეწერათ, ანუ სხვა დრო არ გექნებოდათ მასალების გასავლელად. ის რომ სასამართლოს გადაეცა საქმის მასალები გუშინ და თქვენ მოგეხსენებათ 10-ზე მეტი ტომი არის და საკმაოდ ვრცელი მოსვლით მასალა არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ ადვოკატებს არ გვაძლევს, საცხოვრეს არ გვაძლევს ფორმალურ საფუძველს აცილებისთვის, ამ სახეზე არის სასამართლოს მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, მოსამართლეს მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარი საფუძველი, უფრო ზუსტად სასამართლოს მე ვფიქრობ, რეალურ მოსაჯულების პირობებში არ შეუძლია, არ ვიცი, რამდენი საათი დახარჯა სასამართლომ საქმის მასალების გასაცნობად, მაგალითად, ჩემთვის უცნობია და არ მგონია, რომ საკმაოდ სიდროვან გონურული დრო არსებობდა საქმის მასალების გასაცნობად. გაჟღერდა აქ პოზიციები იმასთან დაკავშირებით, იცნობს თუ არა სასამართლო საქმის მასალებს და დაისვა კითხვები. მართალია მე გუშინ დამეწერა აღნიშნული საქმე განსახილველად, თუმცა მერწმუნეთ საკმაოდ დიდი ძალისხმევა
ცნობა ჩავდე იმაში, რომ გამცნობოდი ამ საქმეს და ასეთ შემთხვევაში საქმის მასალებს რო არ ვიცნობდე, ამ სასამართლოს ხდომაზე ჩვენ არ დავიწყებდით საქმის განხილვას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება, განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად. პროკურორებისგან ვერ გავიგე თვლიან თავს დასანქცირებულად თუ არ თვლიან. მე არის არგუმენტები, რომ თვლით, იმიტომ რომ აი ამ საქმეზე შეიძლება ვიყოთ დასანქცირებულები. ერთი ვარიანტია, რომ არ თვლიდე შენ თავს დასანქცირებულად და მეორე თვლიდე, რომ არა უშავს თუ დასანქცირებული ხარ. ვერცერთ ნაწილში ვერ დავეთანხმები პროკურორებს. სამართლებრივ ჩარჩოებს იქნებ დაუბრუნდეთ. არა ხარ დასანქცირებული, მაშინ უნდა მოიხსნათ კითხვებზე არა საუბარ ვიხილავთ სისხლის სამართლის საქმეზე და აცილების დაუბრუნდაზე. ანუ თქვენ ვფიქრობთ, რომ დასანქცირება არ არის საფუძველი აცილების. არანაირ კავშირში არ არის ეს საკითხი მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან და რატომაც უკვე განმარტე. არა, სანქცია არ არის დაკავშირებული აცილებასთან. რა თქმა უნდა არ არის. არა? დაცვის ხარის შუამდგომლობა ვაჟა თოდუას და ვახტანგ ცალუღელაშვილის აცილებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს. ვინაიდან უცხო სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოქმედი საჯარო მოხელეების დასანქცირებული პირთა სიაში შეყვანა არ წარმოადგენს აცილების საფუძველს, ვინაიდან ჩვენთვის არ არის ცნობილი ეს რა პროცედურებზე დაყრდნობით განხორციელდა სამართლებრივი პროცედურა თუ პოლიტიკურია და მთელი რიგი გარემოებები, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერდა, არის ბუნდოვანი. ამდენად ეს არ შეიძლება გახდეს პროკურორების აცილების საფუძველი. როგორც მოისმინეთ, ამ ორ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული არის მოსამართლის ასევე პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით და ყველა მათგანი რჩება საქმეში. რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებას, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას ველოდებით და სავარაუდოდ ცოტა ხანში გახდება ცნობილი, დატოვებს თუ არა სასამართლო 11 ბრალდებულს პატიმრობაში. მე შეგახსენებთ, რომ მათ პროკურატურა ედავება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. განსახჭელი სკამზე ხედან ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩანია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი. ყველა მათგანი დღეს ხდომას ესწრება.